მე ნაციონალური მოძრაობის მოსაშორებლად ბევრი რამ დავკარგე. 14 წელიწადია და ისევ ნაციონალური უბრალოდ სირცხვილია და ამ საზოგადოებასაც რა ვიცი, აი რა გავაკეთოთ. უნდა გადავახვიო და ვანახოთ თავიდან ეს ყველაფერი. რა განცხადებები იყო, რისთვის ვიბრძოლეთ, რისთვის დავკარგეთ ბევრი ჩვენი მეგობარი და ოჯახის წევრი, რისთვის დავკარგეთ ამდენი ქონება, სხვადასხვა ბანკებში ჩადებული ქონებები, რომელთაც მე საპროცესოები გადავიხადე და დღეს ისინიც პოლიტიკაში არიან და დღეს აი ეს ყველაფერი ნორმალურია რა, ყველაფერი და მოდით, 15 წელია რიგარეშე იქნება, ისევ ვებრძოლოთ ნაციონალურ მოძრაობას, აი ვერ დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. რამოდენიმე წელიწად 14 წელიწადია ნაციონალური მოძრაობა კიდე არსებობს და კიდე საშიშია. მე პირდაპირ ვამბობ, რაც მთავრობა ისა ხალხი, ვისაც გინდა ეწყინოს. რატო? იმიტომ რომ გამოცდილება მივიღე. ამიტომ ეს არის ყველაფერი ხალხის ბრალი. რაც ხდება საქართველოში და რა ვიცი, ჩვენი ჯვარია. სად არის გამოსავალი? აი ამ ხალხმა უნდა გაიღვიძოს, რეალობას შეხედოს